ევროკავშირის 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების გამარტივებისთვის ემზადება. ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიდის ამაზე საუბარი. შალვა პაპუაშვილმა გუშინ საღამოს იმედი ლაივის ეთერში განაცხადა, რომ ქართული ოცნება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელის და რომ ამ სიკეთით ევროპაც სარგებლობს, რადგან ქართველები იქ მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი იმ მხრივ საქართველოს დაკავშირებით ამ ნეგატიური გადაწყვეტილება ექნება არ მაქვს, მაგრამ ეს ძალიან სწორი აქცენტია იმ მხრივ, რომ უყურეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას. და თქვენ გონიათ ახლა ეს იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც ინსტრუმენტები ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ კონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნების ზე გავლენის მოხდენისა. აი ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და ეს ღირებულება სიტყვა რომ ძალიან მოსწონთ, აი ესე ცივსისხლიანად პრაგმატულად ხალხების, ასე ვთქვათ, ზეწოლით ფიქრობს, რომ ხელში კონდეს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ზოგადად დღეს უსმენდი ინტერვიუ იყო გერმანიის ელჩთან, რომელიც თქვა, რომ ეს ვიზა ეს არის პრივილეგია და ნუ ჩვენ უნდა დავაფასოთ და ასე ვიყოთ. ცოტა სიმართლე გითხრათ, აი ეს აროგანტულობაც, რომელიც სამწუხაროდ გერმანიის ელჩს ახასიათებს გავგებარი მიზეზის გამო არ საიდან მოდის. ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ვიზა უვიზო მიმოსვლა, ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაცა ზემოდან ქედმაღლული ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა ასე ვთქვათ გარკვეული მათი გადმოსახედიდან ასე ვთქვათ მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალოდ არის 1% და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს რომ 1%-იანი აქვს და უნდათ რომ ზრდა ქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ამიტომ ცოტა არ იყოს ვფიქრობ, რომ ქართულმა ხალხი ამაზე უნდა დაუფიქრდეთ, რომ ასე ქედმაღლურად რომ გვიყურებს ზოგიერთი რაღაცნაირად მომადლებულია თითქოს ესე ვთქვათ ეს ვიზა ლიბერალიზაცია და რაღაცნაირი დამოკიდებულება რომ რაღაცა ვართ არასრულფასოვანი ერი, რომელიც დაგვიშვეს სადღაცას მადლად და ქალაქებისთვის, არა პრაქტიკაში ეს მოგონია ამაზე. თავისთავად, ზუსტად ეს არის სამწუხაროდ. ზუსტად ეს არის ეს ამ აროგანტულობაში ეს გამოსჭვივის, რომ არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ ახლა ვიზა ექნება მე ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინში თუ ფრანკფურტში. არ ვიცი, ხა ეს 21 საუკუნის პოლიტიკას ეკადრება, ეს არის, რა ვიცი, 100 წლის წინანდელი მეთოდები, რომლითაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინოს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების უარყოფით გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. მათი თქმით, ქართული ოცნება ქართველ ხალხს სრულ იზოლაციაში აქცევს და მეგობრების გარეშე ტოვებს. მათი თქმით, ეს რუსეთის დავალებაა. ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დარბევას, დემონსტრანტების, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში და სხვა შეიძლებოდა გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზად არის, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ რომ ესეთი არის რუსეთის დავალება. სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება. ეს არის პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ანიჭებენ სახელმწიფოებს და შესაბამისად მათ მოქალაქეებს,
იმაზე დაყრდნობით, რომ ეს სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ ღირებულებას და პრინციპს ფეხქვეშ თელავს, უბრალოდ ანადგურებს ივანიშვილის რუსული რეჟიმი და აქედან გამომდინარეა სწორედ მათი მოქმედებებიდან გამომდინარე ივანიშვილის რეჟიმის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ამ პრივილეგიის გადახედვას და შესაძლოა გაუქმებას, რაც ითვალისწინებს უვიზო თავისუფალ მიმოსვლას, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება დროებითი გადაწყვეტილება და ჩვენ სამართლმსაჯულო განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს არის ქართველი ხალხის მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგად მოპოვებული სიკეთე, მოპოვებული პრივილეგია, რომელსაც თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ეს პირველ რიგში იქნება სწორედ ოცნების მოძალადე რეჟიმის პასუხისმგებლობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა აქამდეც ყველაფერს აკეთებდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იმუშავებს ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შეუნარჩუნდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის დასჯა არავის სურს. მინდა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე კითხოთ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აპირებენ წინადადებით მიმართონ ევროკომისიას. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 14 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რა იქნება ამ საკითხზე გერმანიის პოზიცია? მოვისმინეთ ამაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი, რომ ეს იქნება დასჯა საქართველოს მოქალაქეების. იზიარებთ ამ მოსაზრებებს? ამ მიმართულებით გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სტრუქტურებიდანაც, რომ ეს საკითხი მაგიდაზე არ დევს ისეთივე აქტუალობით, როგორც ეს გასულ თვეებში იყო, თუმცა, მოდი ასე ვთქვათ, მსჯელობა კვლავ მიდის. ვცდილობ ისეთივე დიპლომატიური ვიყო, როგორც თქვენ ბრძანდებით. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა, თან უჩვეულო სისწრაფით და ახლა კრიზისში ვართ. ვცდილობთ გადავწყვეტოთ რა ვქნათ, გსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. და რა იქნება ამის ფასი? გეტყვით, არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია. ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა. ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი. მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ. როგორც ცნობილია, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ან საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ვიზა ლიბერალიზაცია საშუალებას აძლევს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირს 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ეწვიონ. კოსოვო ამ სიაში 2024 წლის დასაწყისში მოხვდა. საქართველო და უკრაინა კი 2017 წელს. ეს გადაწყვეტილება ყველა ამ ქვეყანამ ზეიმით აღნიშნა.